მოგესალმებით კიდევ და კიდევ მენეჯმენტის თერაპიას ვატარებთ, ჩვენ სტუდენტებთან დაკავშირებით, შევთანხმდით გარკვეული ლექციებს ინტერნეტ სივრცეში ვიმსჯელებდით, განვახორციელებდით და ზუსტად ეხლა ერთ-ერთი ფაქტორი წინა ჩაწერაზე ჩვენ განვიხილეთ, რომ რამდენადმე მნიშვნელოვანია მორალი, კანონმდებლობა, ფინანსები და ეხლა განვიხილოთ რისკების თეორია, მოქმედების ასპარეზი, პიროვნების. ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ქმედების, мотивация, მაგრამ 99% რეალურად ყოველთვის უყურებს იქიდან გამომდინარე, რომ მას არაფერი არ უნდა შეეშალოს რა. თუ მას შეეშლება რამე, მას უჩნდება ფობია წინასწარ უკვე. ჯერ არ შეშლია რაღაც ცხოვრებისეულად, რაღაც გარკვეული რაღაც მოქმედებებიდან გამომდინარე რამე, მაგრამ წინასწარ მას უკვე უზარმაზარი ფობია გააჩნია, უკვე წინასწარ და განწყობილია იმ სხეულით, გონებით და თავისი აღქმით, რომ იმხელა ტკივილს მიაყენებს საკუთარ თავს, გარემოცვას, სირცხვილის გზნობა მერე შეაწუხებს, რომ ჯობია რომ არ იმოქმედოს, იჯდეს და მთელი ცხოვრება ელოდოს რაღაცას, რომელი ლოდინიდან გამომდინარე, როდესაც უკვე რაღაცა ვადა გაუვა ცხოვრებისეულად, მისი სამოქმედო ვადას უძახია, როდესაც იწყება 25-დან 50 წლამდე, სადაც რეალიზებული უნდა იყოს ადამიანი, უკვე იწყებს პიროვნება იწყებს თვითგვემას და აქედან გამომდინარე, შიში, რომელიც მან არ გააკეთა ცხოვრებისეულად, იწყებს უკვე გადაბრალებას სხვადასხვა ადამიანებზე, სხვადასხვა მოლოდინებზე, სახელმწიფოზე და გარემოცვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დისმარტი ამბობს, ყველა ფილოსოფოსი, რომ იმოქმედე, გაწიე რისკი. არა აქვს მნიშვნელობა შეცდომას დაუშვებ თუ არა. შეცდომა არის ყველაზე მაგარი რამე, როდესაც შეცდომას უშვებს. ეგ არის რეალობა, რომ უკვე თუ შენ შეცდომას უშვებ, ესე იგი შენ მოქმედებ. ესე იგი შენ თუ ბრძოლაში ხარ, ესე იგი იჭერები და რაღაცა პრობლემები გააქვს. შენ თუ ბრძოლაში არ ხარ, არ იჭერები და ჩtildeში ხარ. დაუშვი შეცდომა, მაგრამ შეცდომის დაშვება არის აქ ასპექტები, უნდა განვიხილოთ ასპექტები, ვის ხარჯზე უშვებ შეცდომას. როდესაც ხვის უბედურებაზე არ ეწყობს საკუთარ ბედნიერებას და საკუთარ ხარჯზე უშვებ შეცდომას, მაშინ ადამიანს ეს შეცდომა ყველა ვარიანტში ეპატიება. მაგრამ აქ არის განპირობებული ის მომენტი, როდესაც ადამიანი შეცდომას უშვებს საკუთარ თავს აბრალის თუ არა. 90% და 99% შემთხვევაში საკუთარ თავს არ აბრალის და იწყებს ადამიანი რაციონალურ ტვინში მოძებნას, ისეთი დასაყრდენ მოქმედებებს, სადაც სხვას, სულიერს და არასულიერს დააბრალის, თავისი უმოქმედობას, რადგან მას სხვენია ის აბსოლუტურად აწუხებს თითქოს სინდისის მოქმედება და გარესამყაროს სივრცის აღქმა, რომ ის სუსტია და ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა და იმან თუ არ დააშვებინა ეს შეცდომა, ესე იგი მისი ბრალი ეს არ არის. აქედან გამომდინარე, აქ შედარება ჩვენ შეგვიძლია ადამიანების, სიძლიერის ადამიანების ფაქტორად გამოვყოთ, რომ პირველ რიგში, როდესაც ადამმა შეჭამა ვაშლი, მივიდა ღმერთი ადამთან და ეუბნება მას, ადამ, რატო შეჭამე ვაშლი? ადამმა ის კი არ თქვა, რომ მე შეცდომა დაუშვი და მაპატიე ღმერთო, არა. ადამი ეუბნება ღმერთს, რომ იცი რა, ღმერთო, მე მილიონი წელი ცხოვრობდი აქ, მილიონი წელი იდგა ეს ვაშლის და ეს ყველაფერი, მაგრამ მე ეს არ მიჭამია, მაგრამ შენ რო ევა შემიქმენი, მან შემასწინა, ღმერთი დაადანაშაულა. ამიტომ მივიდა ეხლა აქედან გამომდინარე უკვე მეორე ასპექტში მივიდა ევასთან და ევას ეუბნება რატო ჭამე ეს ვაშლი და ევა ეუბნება რომ მე მილიონი წელი ცხოვრობდი აქ, ეს ვაშლი იდგა, მაგრამ შენ რო გველი შექმენი, მან შემასწინა. ჩვენ და ადამიანებს და ღმერთს შორის ზუსტად ეგ არის ჩატეხილი ხიდი, როდესაც ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენ შეცდომას, პირიქით ღმერთი დავადანაშაულეთ. იმხელა თავხედობა ყოფნის ადამიანებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ღმერთის დავადანაშაულოთ. და აქედან გამომდინარე ზუსტად ეგ იყო არჩევანის გაკეთება, რომ ღმერთმა იმიტომ გამოყარა 64-დან განაროთ სოდვა ჩაიდინა, არა.
არამედ სხვას რო აბრალეს. ანუ წარუმატებელი ადამიანი, ანუ ჩვენ დასკვნა უნდა გავაკეთოთ, არის ადამიანი, როდესაც თავის შეცდომებს აბრალის სხვას, ანუ შენ აღარ ვითარდები, იმიტომ რომ როგორც კი მე ჩემი შეცდომა, ანუ ჩემი მოქმედება გადავაბრალე სხვას, ანუ ორგანიზმის სხეული მოდუნდა, მან ნახა ანუ დატევების ვაცი და всё, ანუ ორგანიზმმა აღარ დაიწყო მომავალში პროგრესირებული შეცდომაზე, ანუ ადაპტაცია, ანუ იმუნიტეტი აღარ გამოიმუშავა. რადგან იმიტომ რომ მისი ბრალი არ იყო ეს. ამგე და კიდევ ახალ შეცდომებს უშვებს ადამიანი, კიდევ სხვას აბრალი და ანუ რეალურად შედეგს ვერ იღებს, ანუ მაგრამ როდესაც კი მე საკუთარ თავზე ავიღე, რომ ეს ჩემი ბრალია, ჩემი მოქმედების ბრალია, ეს ყველაფერი დაიწყო უკვე სხეულმა რევოლუცია, ანუ დაიწყო ამის გამოსწორება, იმიტომ რომ მე ავიღე საკუთარ თავზე პასუხისგებლობა და ეს ჩემი შეცდომა და დაიწყო იმუნიტეტის გამომუშავება რა, რომ ესეთი შეცდომა აღარ დაუშვა. ხოლო აქ დაიწყო გაზდა სხეულმა, ანუ პრობლემა, როდესაც აღიქვავ რომ მე ეს პრობლემა მაქვს და როდესაც საკუთარ თავს გამოუწყდები, მაშინ იწყება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ როდესაც ეუნები საკუთარ თავს, ეს პრობლემა არ არის, ეს სხვისი ბრალი იყო, всё. აგონ მენეჯმენტში და სწორედ ეს არის. ანუ სწორედ მართვაში, ბიზნესის მართვაშიდაც ეს არის. როგორც კი შენ ხელქვეითებს დააბრალი შენს მოქმედებებს, იმიტომ რომ ესეთი თანამშრომელი მყავდა, ესეთი იყო და მისგან გამომდინარე ვერ მივაღწიე შედეგს, შენ ყოველთვის წარუმატებელი იქნები, იმიტომ რომ შენ ფიქრობ, ანუ გაუთვითცნობიერებულ ღირსებაზე, ანუ კოლექტიურ სინდისზე ფიქრობ, რა სიტყვის საზოგადოება ის რომ ეს ჩემ საკუთარ თავზე ავიღო, მე ხო შევწყვები, ესე იგი იდიოტი ვარ, ამიტომ მოდი საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ეს ჩემი ბრალი კი არა, ეს შენი ბრალია. ამიგე და მე საზოგადოების წინაშე, ანუ კოლექტიურ სინდისის წინაშე ვიყო მართალი. ამ დროს მე ვაფერხებ ჩემ ორგანიზმს და ჩემ სხეულს, რომ მე განვითარდე. აი ეს არის ძირითადი პრობლემა ზუსტად რისკების ფორმატში.